გამარჯობათ. დღეს მინდა ძალიან მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით ვისაუბრო, რომელიც ფიქრობ თითოეული თქვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, უმეტესობა თქვენგანმა არც იცით და შეიძლება ეს თქვენთვის ერთგვარი საშუალება იყოს თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ და კარგი სიტუაციების კუთხით წაიყვანოთ. ყველაფერს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა, ყველაფერს აქვს თავისი წესი, შესაბამისად ამის შესახებ მინდა გესაუბროთ. მოდით დღეს კონკრეტულად ვისაუბროთ ნივთებთან დაკავშირებით, რა ენერგიის მატარებელი შეიძლება იყოს კონკრეტული ნივთი, რომელიც შესაძლებელი არის თითქმის ყველა სახლში იყოს. მაშასადამე, ამ შემთხვევაში მე კონკრეტულად ვისაუბრებ დღეს ნიჟარებთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებული რაკუშკებს რომ ეძახიან. ზოგადად უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ კონკრეტულად არსებული ნიჟარები და ეგრეთ წოდებული რაკუშკები, ხო, ძალიან ხშირად არის გამოყენებული სხვადასხვა სახის დიზაინის კუთხით. ეს შეიძლება იყოს ვაზა, შეიძლება იყოს საფერფლე, შეიძლება იყოს კონკრეტულად ნებისმიერი სახის ნივთი, ან უშუალოდ შეიძლება სახლში გქონდეთ სილამაზიდან გამომდინარე. მაგრამ რეალურად უნდა გაიაზროთ, რომ არსებული ნივთი არის ნეკროენერგიის მატარებელი. შესაბამისად, ეს რას ნიშნავს? კონკრეტული არსებული ნივთი უკვე არის ფაქტიურად მკვდარი ენერგია, ხო? ის კონკრეტული რაც არის მოცემულობა ნივთის სახით, ეს უკვე არის მკვდარი ენერგია. ოდესღაც ეს კონკრეტული ეგრეთ წოდებული ნიჟარა, რაკუშკა რაც იყო, კონკრეტული ცოცხალი ორგანიზმის ნაწილად შეიძლება ვთქვათ, ხო, იყო გარკვეული კუთხით. შესაბამისად, ამ მომენტისთვის უკვე ფაქტიურად ეს არის მკვდარი ენერგია პირდაპირ მნიშვნელობით. მით უმეტეს თუ არსებული ნიჟარები არის ხოლმე დამდროულ პოზიციაში, ეს საკმაოდ ცუდი არის და კონკრეტულად იზიდავს ნეგატიურ ენერგიებს და უარყოფითი ყველაფერი, როგორც იტყვიან ხოლმე, როგორც კარები გააღოთ და მოიზიდოთ ეს ყველაფერი უარყოფითი ენერგიები, მსგავსი კუთხით შეიძლება შედარება გავაკეთოთ. შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნება მათ, ვისაც სახლში გაქვთ კონკრეტულად ეს არსებული ასე ვთქვათ ნიჟარები, ხო, ეგრეთ წოდებული რაკუშკები, შეძლების და გვარად გაიტანოთ სახლს გარეთ და მოაშოროთ თქვენი სივრციდან. ან ელემენტარული შეძლოთ, რომ მისი წმენდა მოახდინოთ. გარკვეული კუთხით შეიძლება გაანეიტრალოთ. წმენდის სახით რა შეიძლება რომ გავაკეთოთ არსებული ნივთების მიმართ, ხო? პირველი ახლა რაც შეგიძლიათ ყველაზე მარტივი გააკეთოთ, ეს არის გარკვეული პერიოდი მარილში ჩადება, თუნდაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ რომ მარილში ჩადოთ, რომ გარკვეული სახის უარყოფითი რაც არის ამის შესრულება მოხდეს და განეიტრალება. მეორე რაც შეგიძლია გააკეთოთ, ეს არის სუნელოვანი ჭხირით ან ნებისმიერი ისეთი გამწმენდის საშუალებები, რომლებსაც აქვს თვისება წმენდითი თვისება, ხო? შეიძლება იყოს დაფნის ბოთოლი, შეიძლება იყოს სეიჯებს რო ეძახიან, ხო, სივრცის გამწმენდის საშუალება, სუნელოვანი ჭხირები, რომლებიც კონკრეტულად ნეგატივის წმენდაზე არის ორიენტირებული. ასევე შეიძლება იყოს საკმეველის პოზიცია სახლში, ვის როგორ რა გაქვთ, ხო, ამის მიხედვით შეიძლება გაანეიტრალოთ. ეს არის მარტივი საშუალება იმის, რომ შედარებით გაიუმჯობესოთ თქვენი ის სივრცე და თქვენი ის ყოველდღიურობა, რომელშიც იმყოფებით, განსაკუთრებით თუ საძინებელში გაქვთ არსებული ნივთი, საკმაოდ ნეგატიურად აისახება ზოგადად ოჯახის წევრებისთვის, ხო, შეიძლება ძილთან დაკავშირებული პრობლემები გქონდეთ, შეიძლება იყოს ოჯახში გარკვეული სახის კონფლიქტები. ყველაფერი ეს უარყოფითი სჯობია, რომ უბრალოდ მოიშოროთ თქვენი სივრციდან, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები, თუ არ გინდათ რომ გადააგდოთ და თქვენ სახლს გარეთ გაიტანოთ, მსგავს შემთხვევაში დაიცავით ის რეკომენდაციები, რომლებიც მოწოდებული იყო თქვენთვის ჩემგან. გისურვებთ მშვიდობას, წარმატებას და უფრო მეტ გააზრებულობას იმ კუთხით, რა გარკვეული სახის ნივთებთან, ენერგიებთან გაქვთ შემხებლობა და რას რა დატვირთვა გააჩნია ამა თუ იმ ცხოვრებისეული საკითხების მიმართ, ხო? მეტი წინ დახედულობა, მეტი დაფიქრება გმართებთ. გაუზიარეთ არსებული ვიდეო თქვენ მეგობრებსაც, რომ მეტად ინფორმირებულები იყვნენ და ნაკლებად ჰქონდეთ მსგავსი სახის პრობლემები და მეტად დაცულები იყვნენ. ნახვამდის.